მოვბრძანდით ბატონი კარლო კოპალიანის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი გთხოვთ დაბრძანდეთ. ბატონო კარლო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის პირველ რიგში. თქვენთვის ამ შენობაში ყოფნა უცხო არ არის, თქვენ ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი იყავით, როდესაც ნამდვილი ოპოზიცია სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა. ვინც არ იცის მისთვის ვიტყვი, რომ სააკაშვილის დროს არ არსებობდა ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია საპარლამენტო. ოპოზიციის 90% იდგა ქუჩაში. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, იყო სულ თითზე ჩამოსათვლელი რამდენიმე ადამიანი, აქ ვახსენეთ წეღან ბატონი ჯონდი ბაღათურია, ასეთი ბრძანდებოდით თქვენ და ჩემი მაშინდელი პარტიისგან იყო ბატონი გია ცაგარეიშვილი, სულ რამდენიმე ადამიანი, ვინც ხმალა მოღებული ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში და პარლამენტიდან ებრძოდა. რასაკვირველია, ვინც ქუჩაში ვიდექით, მათ ყველანაირი ტიპის ეპითეტს და სახელს გვიწოდებდნენ და დაგვცინოდნენ მანამ სანამ უკვე 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ოპოზიცია არ გაერთიანდა და არ შეძლო იმ რეჟიმის დამარცხება. შესაბამისად, თქვენ მშობლიურ შენობაში იმყოფებით, მაგრამ სხვა სტატუსით. დღეს თქვენგან მოთხოვნილია ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების შელახვის ფაქტზე ინფორმაციის მოწოდება, მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა დავითმა რექტორმა უნივერსიტეტისა ვრცლად ისაუბრა. სანამ საუბარს შევუდგებით, მე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ განზრახ ახსნა განმარტების მოცემა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ასევე კითხვებზე უარი ან პასუხებისთვის თავის არიდება. ამის დასტურად, რომ გაფრთხილდება გაკეთდა, გთხოვთ დოკუმენტს, რომელიც თქვენ სამდივნო მოგაწოდათ, ხელი მოაწეროთ და შევუდგეთ საქმეს. მადლობა. ბატონო კარლო, თქვენ კანცლერის ფუნქცია მოვალეობების შესრულებისას უშუალოდ გაქვთ შეხება თქვენს ქონებაში, წართმეულ ქონებაში მყოფ საქართველოს უნივერსიტეტთან, მათ სხვადასხვა ტექნიკურ მხარდამჭერ სამსახურებთან, ასე მგონია, და დღევანდელი ვითარების შესახებ რომ გითხრათ და ასევე იმ ფაქტების შესახებ, რომელიც შესაძლოა რექტორთან გასაუბრებისას საკმარისად და სათანადოდ ვერ იქნა აღწერილი ან მიმოხილული. 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაგისვამთ თქვენი ნებართვით კითხვებს. გთხოვთ. მადლობთ, ქალბატონოთია. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ახარებული ვარ, ასე ვთქვათ, კმაყოფილი ვარ, რომ მე მომიწია ამ შენობაში ზუსტად იქ ყოფნა, რომელზეც რამოდენიმე წლის უკან, თუნდაც 13, 14, 15 წლის უკან ვერ ვიოცნებებდით. სწორი ბრძანა ქალბატონოთია, ჩვენ სხვა მოცემულობაში ცხოვრობდით. და ცხოვრობდით იმ მოცემულობაში, რომლის შესახებაც უკვე რამოდენიმე კვირა მიდირარეობს ამ კომისიის დომებზე მსჯელობა და იმაზე საუბარი, თუ რა საშინელებაში იყო ვერი და ქვეყანა. დღეს ახლა ჩვენი საკითხი მოგეხსენებათ, ეხება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს. მე ძალიან მოკლე ვიქნები, იმიტომ რომ რექტორმა თითქმის ამომწურავად ისაუბრა, მე მზადო ვარ გავცე თქვენ შეკითხვას პასუხი, რამოდენიმე საკითხი იყო, რომელსაც დავაზუსტებ რექტორის გამოსვლაში და არც ერთ საკუთარ უნივერსიტეტს, არც ერთი პროფესორი მით უმეტეს არ მოგცევია ისე, როგორც მოექცა ქალბატონი ალასანია, რომელმაც გაქურდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა, მისი შვილის პრეზიდენტ სააკაშვილის ხელშეწყობით. ჯერ როგორც მოისმინეთ, გახსნა რამოდენიმე აუდიტორიანი ცენტრი და შემდგომ წაიღო უნივერსიტეტის თითქმის ნახევარი ქონება. გახსოვთ ალბათ
მაშინ იყო ასეთი მიდგომა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არ იყო საჭირო, იყო ერთი ეკონომიკის მინისტრი ბატონი ბენდუგიძე, რომელიც საკუთარი ნაბიჯებით ზომავდა ტექნიკური უნივერსიტეტების ფართობებს. განსაკუთრებით აინტერესებდა მისაღები ფოიეები, რომ გაეყიდა და რაღაც სასტუმროები გაეკეთებინა. თუმცა ამას აღუდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინდელი პროფესორ მასწავლებლები. თქვენ გახსოვთ 90-იანი წლების დასაწყისში ქალბატონებო და ბატონებოს ეს უნივერსიტეტები თითქმის საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა. არ იყო ტრანსპორტი, არ იყო შუქი, არ იყო არაფერი საშუალება, მაგრამ წარმოიდგინეთ, ქალაქში სწავლა არ შეწყვეტილა და ამ უნივერსიტეტში განათლებას იღებდა ჩვენი ახალგაზრდობა. ენთუზიაზმზე მუშაობდა ჩვენი პროფესორ მასწავლებლები და წარმოიდგინეთ მათი განწყობა მაშინ, როდესაც გაიგეს, რომ ეს უნივერსიტეტი ბატონ სააკაშვილს უნდა თავისი დედისთვის ეჩუქებინა. რა თქმა უნდა, ეს იყო სამართლიანი პროტესტი და მაშინ რთული იყო შეიძლება ხმის ამოღება, მაგრამ ამ უნივერსიტეტში სულ იყო ესეთი ძალები, რომელსაც არ ეშინოდათ წინააღმდეგობდნენ უსამართლობას. თუმცა ძალა აღმარცხნავს, როგორც იტყვიან და წაიღეს, მიითვისეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წაართვეს და გადასცა საკუთარ დედას. თბილისში კოსტავას 77-ში მდებარე 2746 კვადრატული მეტრი ფართის შენობა ნაგებობა. ელექტრონიკის ფაკულტეტის 5 სართულიანი შენობა და მასზე დამაგრებული 587 კვადრატული მეტრის ფართო. თბილისში იგივე მისამართზე კოსტავას 77-ში მდებარე 866 კვადრატი ფართის შენობა ნაგებობა, ეგრეთ წოდებული ჟანგბადის ლაბორატორია და მასზე დამაგრებული 877 კვადრატული მეტრის ნაკვეთი. თბილისში კოსტავას 77-ში მდებარე 731 მეტრის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 2858 კვადრატული მეტრის შენობა ნაგებობა, ესაც 5 სართულიანი შენობა. თბილისში კოსტავას 77-ში მდებარე სპორტული მოედნები და მასზე დამაგრებული 9273 კვადრატული მეტრის ნაკვეთი. თბილისში კოსტავას 77-ში მდებარე შენობა ნაგებობები პირველი და მეორე საერთო ფართობით 9058 კვადრატული მეტრი. ერთი იყო 5059 და მეორე იყო 4058. აღნიშნული შენობების ჩამონათვალი ეს გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უკანა მხარე, უკანა ეზო, სადაც იყო ძალიან სპორტული გამაჯანსაღებელი ობიექტები, იყო სამხედრო ლაბორატორია, როგორც გითხარით, ელექტრონული ლაბორატორია და შენდებოდა 2 დიდი კორპუსი. აშენებული იყო, დამთავრებული იყო, მიდიოდა შიგნითა სამუშაოები, ასე ვთქვათ, ზოგიერთ შემთხვევაში უკვე ლაბორატორიები გადასული იყო. ერთი რამეს მინდა გაუსვა ხაზი, რომ 5 სართულიან კორპუსებში რაც იყო მერხი, სკამი, ყველაფერი წაიღეს. არაფერი სტუდენტების და რომელიც წარმოეწონათ ფანჯრიდან ყრიდან პრივატიზაცია შეიძლება მოახდინა შენობის, თუ ამას პრივატიზაცია ქვია, მაგრამ თავისი ლაბორატორიის აღჭურვილობით, თავისი მერხებით, თავისი სკამებით ძალიან წარმოსადგენია იმისათვის, რომ 5 ცალი აუდიტორიიდან ქალბატონი გადასულიყო უკვე სრულყოფილ შენობაში, გამზადებულ შენობაში, ასეც მოხდა. მე მინდა გაგაცნოთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველანაირი პირობა პრივატიზაციის დარღვეულია. მინდა გითხრათ, ესე იგი, თუ დავიწყებთ თავიდან. დარღვეული აუქციონზე პირობების დადგენის. პირობები, დადგენის პირობები, გადარღვეულია. კანონდარღვევაა ქონების შეფასებისას საერთოდ. კანონდარღვევაა ინფორმაციის გამოქვეყნებისას. და პრივატიზებული ვალდებულებების შესრულების ჩათვლისა და საკუთრების მოწმობის გაცემისას. კანონი გვეუბნება, რომ ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს შეძენილი ქონების ღირებულების დაფარვა, რომლის შემდეგ გაიცემა დამადასტურებელი მოწმობა. ჩვენ გვაქვს დადგენილება, რომლის მიხედვითაც
საპრივატიზაციო თანხის გადახდა აუქციონის ჩატარებიდან 1 წლის განმავლობაში შემდეგი გრაფიკით დაევალა, შეღავათი გაეწია საქართველოს უნივერსიტეტს. 2008 წლის 30 სექტემბრამდე თანხის 25%, 2008 წლის 30 დეკემბრამდე კიდევ 25%, 2009 წლის 30 მარტამდე 25% და ხოლო დარჩენილი თანხა 2009 წლის 30 ივნისამდე უნდა დაფარულიყო. შემდგომ არსებობს იმის დოკუმენტი, რომ ეს თანხები დაფარულია, ჩვენ ვერ მოვიძიეთ, ბატონებო და ქალბატონებო, ვერ მოვიძიეთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ეს თანხა ჩაირიცხა საქართველოს ბიუჯეტში. რის შემდეგაც გაიცა საკუთრების მოწმობა. თუმცა არსებობს ცნობები, როცა მთავრობა ეკონომიკის სამინისტრო წერს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, რომ ეს თანხა ჩარიცხულია და გთხოვთ გასცეთ მოწმობა. აი აქ არის ძალიან საინტერესო საკითხი, ნამდვილად იყო ჩარიცხული თუ არ იყო ჩარიცხული და როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ კაპიკებში მიზერულ ფასში აიღო მიითვისა ეს ქონება, მე ვიტყვი უფრო სხვანაირად. საერთოდ უკაპიკოდ წაიღო და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ყოველგვარი თანხის გარეშე წაიღო ეს მრავალ მილიონიანი ქონება. ჯერ კიდევ მაშინ 2006 წლის შეფასებებით ეს იყო დაახლოებით ჩვენი უხეში დათვლებით, არც ერი ეს, ჩვენი უხეში დათვლებით დაახლოებით 30 მილიონის ქონება. 30 მილიონის ქონება, მაგრამ ამ ქონების წაღება წარმოუდგენელი ზარალი მიაყენა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ფაქტურად წელში გამართული იყო, ფეხზე იდგა და რა მოხდა? 32,000 სტუდენტი განახევრდა ერთ თვეში. როგორც კი ავტორიზაცია შეუჩერეს, 32,000 სტუდენტი გახდა 15,000 სტუდენტი. გაუქმდა საღამოს სწავლება, დაუსწრებელი სწავლება. ყველაზე მეტად გაუჭიდა იმიჯში უნივერსიტეტს. როდესაც აღარ მიდიოდა ახალგაზრდობა ამ უნივერსიტეტში სასწავლებლად და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მის შემდგომ იქ მოსულ თაობებს და განსაკუთრებით ბოლოს მისულ რექტორატს, რომ უნივერსიტეტი დაბრუნებოდა მართლაც იმ სახელოვან წარსულს, როგორც იყო ადრე. დამერწმუნეთ, რომ ეს არის ძალიან დიდი პოტენციალის მქონე უნივერსიტეტი, მას გააჩნია უნიკალური ლაბორატორიები, სადაც არავის არ შეუძლია საქართველოში დღეს რომელიმე უნივერსიტეტში მისცეს განათლება, შესაბამის განათლება სტუდენტს, როგორც იმ ლაბორატორიებში ღებულობს ჩვენი სტუდენტი ახალგაზრდობა. აი ეს მინდოდა მეთქვა და კიდევ რამოდენიმე საკითხს დავამატებ ჩემი ემოციებიდან გამომდინარე და მე რა თქმა უნდა თუ რამე შეკითხვები გექნება თქვენ პასუხს. ის ყველაზე მეტად ცუდად მოექცა თავის კოლეგებს. მან კიდევ ერთხელ მაშინ დაასცინა იმ სტუდენტებს და თავის კოლეგებს, როდესაც თქვა, რომ ეს ქონება, იმიტომ ქალბატონ გიულიზე მაქვს საუბარი, როცა თქვა, იმიტომ მომცა ჩემმა შვილმა, რომ პუტინს არ წაეღო ეს ქონებები. ამით მან უზარმაზარი შეურაცხყოფა მიაყენა თუნდაც იმ პროფესორას, რომლებიც თავის დროზე ათეული წლების მანძილზე მიზერული ანაზღაურებით ქმნიდნენ და უშვებდნენ ძალიან მაგარ სპეციალისტებს ამ უნივერსიტეტიდან. მე ვფიქრობ, რომ სამართალის როგორც იტყვიან, გვიან დადის, მაგრამ მაინც მოვა და მე ვფიქრობ, რომ დადგა ის დრო, როდესაც ვინც თუ რუსეთის გამო ვისა აღარ არის რუსეთი და დაებრუნებინა. დააბრუნოს, გამოხატოს თავის კეთილინება და დღეს როცა ჩვენს უნივერსიტეტში 23,000 სტუდენტი და 4,500-ზე მეტი პროფესორი, მასწავლებელი და დამხმარე პერსონალი ელოდება ამ სამართლიანობის აღადგინოს სამართალი და აღიაროს, რომ ეს ქონება მას მითვისებული აქვს უკანონოდ. მე მჯერა, რომ საპარლამენტო კომისია თქვენ ქალბატონებო და ბატონებო მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ასე ელოდება ჩვენი უნივერსიტეტი და არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტი, ზოგადად ჩვენი ქვეყანა. ძალიან დიდი იმედით შემოგცქერით, მე
ორი სიტყვი წინა რეჟიმის პირობებში ქალბატონმა თიამ თქვა და მიბიძგა ამისკენ რომ მე თქვა მე როგორც პარლამენტის წევრს რუსთაველის პროსპექტზე არც დაჭერა დამკლებია არც ცემა დამკლებია მათ არ იცოდნენ ვერ ანსხვავებდნენ ვინ იყო მათთვის მიუღებელი სულ ერთი იყო ის იყო დეპუტატი თუ ის იყო რიგითი მოქალაქე და თქვენი ახალგაზრდა შვილების ტერორი იყო ძალიან ისეთი სატელეფონო დარეკვები როცა პატარა ობლა დარჩენილი შვილებზე გემუქრებიან მოკლედ იმედია რომ ეს წარსულშია საქართველოს ვერაფერი ვერ დაამარცხებს ჩვენ ქვეყანას აუცილებლად გამარჯვება უწერია მე იმეც მაძლევს თქვენ რო გიყურებთ აქ ძალიან ღირსეულ ადამიანებს და უყურებ ადამიანს რომელსაც ბიზინა ივანიშვილი ქვია და რომელმაც ამ სასწაული სიტუაციიდან გამოიყვანა მთელი ქვეყანა და მე პირველი დღიდანვე იცის ქალბატონ თიამ იმ გუნდში ვიყავი იმ გუნდში ვიქნები და იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება ამ დალოცვილ მიწაზე. მადლობა ბატონო კარლო. შეკითხვები თუ გაქვთ ბატონი სოზარი? დიდი მადლობა ბატონო კარლო. თქვენ თქვით რომ ის ფული არ არის გადახდილი, ან სავარაუდოდ არ არის გადახდილი. გადახდილიც რომ იყოს, მაინც არაფერი ისა გადახდილიც რო იყოს და ფასიც სამართლიანი რო იყოს, აი მართლა რაც ხირდა, ის რომ კანონი დარღვეულია, ის რომ მთელი რიგი პროცედურები დარღვეულია, ის რომ კანონის მორგება ხდებოდა ამ ქონების ჩამორთმევაზე და დედისთვის გადაცემაზე, ამას არაფერი არ შველის, ეს არის კორუფცია, მაგრამ მაინც რო დავსვათ კითხვა, რამდენი იყო ის ფასი, რომელიც ჩაიდო საპრივატიზებო თავიდან და ბატონმა დავითმა თქვენ წინ ვინც იყო რექტორი გურგენიძემ ბრძანა რომ შემდეგ განახევრდა ეს ფასიც და რამდენი დარჩა ბოლოს გადასახდელი. თუ გადახდილია, ნიშნულობა არ აქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ ქონების საწყისი ფასი მაგრამ აქ ყველა ქონება არ არის, ეს ერთი მოვიპოვეთ ჩვენ 5059 კვადრატი და კიდევ 4000 კვადრატი 2 მილიონი ლარია და ბიჯი აუქციონის მიხედვით იყო ერთი ბიჯი გაკეთებული 50000. აი ეს გადასახადი გადაუვადეს სხვასთან ერთად შემდგომ რაც წინათ მოგახსენეთ. მაგრამ ჩვენ დავთვალეთ ისე უხეშად რომ ვთქვათ, გითხარით 30 მილიონის ქონება იყო დღევანდელი შეიძლება 100 მილიონზე მეტიც დღევანდელი შეფასებით და ხშირად საუბრობს ქალბატონი გიული რომ ბაბუაბებიამ დაუტოვა ეს მილიონები მაგრამ სინამდვილეში თავის კოლეგებს და ახალგაზრდობას წაართვა ჩვენ სტუდენტ ახალგაზრდობას წაართვა და მიითვისა თავისი შვილის ხელით პრეზიდენტ სააკაშვილის ხელით მაინც უცებ გადავთვალე და გამოდის $130 ლარის მაშინდელი კურსის მიხედვით კვადრატული მეტრი $130 თბილისის ცენტრში საუკეთესო ყველაზე ძვირი სადაც ღირს უზრავი ქონება იმ ადგილას მაშინ დღევანდელზე ნაკლები ფასები ნამდვილად არ იყო ანუ კვადრატული მეტრის ფასი დაახლოებით მინიმუმ 10 ჯერ და შეიძლება 15 ჯერ არის შემცირებული ყველა მიმართებაში აქვს დარღვეული ბატონო სუზარ როგორც გითხარით შეფასებაში, გამოცხადებაში, აი აუქციონი რო ცხადება, იმის წესებში და კანონებშია ყველაფერი დარღვევით აქვს გაკეთებული. კი ბატონო, ეს ჩვენ არ სამწუხაროა, მაგრამ არ გვიკვირს, იმიტომ რომ ისიც გვახსოვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები, როდესაც შეეპასუხნენ მაშინდელ პოლიტიკურ ხელისუფლებას ეს ღვაწლმოსილი ხალხი ჩაკეტეს სააქტო დარბაზში და დღეღამის განმავლობაში თუ მეტი დროის განმავლობაში საპირფარეშოში წასვლის უფლებაც კი არ მისცეს. ხა ქონება რომ წაართვეს ეს უკვე ამასთან ასეთ მოპყრობასთან რა მოსატანია, მაგრამ ყველაფერზე მსჯელობთ ჩვენ და ვდასტურებთ დიდ პატივისცემას ჩვენს აკადემიურ პერსონალს, ვინც მომავალ თაობას ზრდის. განვრჩევათ, რომელ უნივერსიტეტში, სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიძლება ასწავლიდეს დღეს ესა თუ ის პირი. ბატონო კარლო, თქვენ თუ დაგრჩათ რაიმე სათქმელი, თქვენ გკითხეთ მე და თუ მიპასუხებთ. კანცლერის უფლებამოსილება არის მთელი მეურნეობის მართვა, რომელიც ზურგს უმაგრებს სასწავლო პროცესს.
ძალიან დიდი შრომა და საქმეა. თქვენს ქონებაში შემოსულია იმ გზით, რაზეც უფრო ვცლად უკვე ვისაუბრეთ, საქართველოს უნივერსიტეტი, რომელიც, მე ასე ვთვლი, რომ უკანონოდ იმყოფება იქ. მათთან თქვენ გინდათ, არ გინდათ, ალბათ გიწევთ ტექნიკურ დონეზე შეხება. აი ამის შესახებ რომ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, როგორია მათი მიდგომა, განწყობა. ქალბატონი მანანა არის იქ, მე მგონი, თქვენი კოლეგა, ხომ? რა გვარია, სანაძე. მასთან თუ გიწევთ კონტაქტი? არ მიწევს და არც დიდი სურვილი არ გამაჩნია. თუმცა არც ისინი არ ცდილობენ რომ ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდნენ. უბრალოდ ერთ რაღაცას ვიტყვი, როდესაც ეს ქონებები ყველაფერი წაიღეს, მერე დადგა საჭიროება არ ეყოთ რა, არ ეყოთ. და ბოჭორიშვილის ქუჩა ერთი იქა კარგი კაცი ყავდა ჩვენ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის და ეს ქუჩა გადაკეტა ამ უნივერსიტეტმა და შიდა ეზოდ აქცია ქუჩა. სამაგიეროდ ჩვენი ეზო, სადაც ჩვენი უკანა ეზო გახლავთ, გამოითხოვა სერვიტუტი და მიცეს რა თქმა უნდა ვინ ეტყოდათ ვარს და სერვიტუტი დღესაც ადევს, მე მუშაობ ახლა მერიასთან, თუმცა იმედი მაქვს ამ კომისიის ძალიან დიდი და ალბათ ერთდროულად მოხდება ეს ყველაფერი. ახლა იქ ამ სპორტულ მოედანზე მოაწყო ავტოპარკირებები. ფაქტიურად ჩვენი 22,000 სტუდენტი სპორტული მოედნის გარეშეა. გვაქვს 3 სპორტული დარბაზი დახურული სტილის, მაგრამ ყველა სტანდარტით ესეთი აღჭურვილი სტადიონი, ფეხბურთის სტადიონი არ ქონდა, ერთი ქონდა და ისიც მან წაიღო და მოაწყო ავტოპარკირება და პარკირებაზე ისე ვერ შედის, ვიტყოდ იქედან თვითონ თავის ტერიტორიიდან დაკეტა შიდა ეზოთ აქცია, ქუჩა როგორც გითხარით და იყენებს ჩვენს ეზოს. მე არ ვნებდები, ასე ვთქვა, ჩვენ არ ვნებდებით და ვფიქრობ, რომ როგორც სხვა საკითხები დაგვიყენებია მერიის წინაშე, ამ საკითხსაც დადებითად გადავჭერთ. ბატონო, დიდი მადლობა ბატონო კარლო მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ იმ მნიშვნელოვან საქმიანობაში, რომელსაც თქვენ ეწევით ახალგაზრდების სასარგებლოდ და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ეს რექტორსაც უთხარით, რომ კომისიის და ჩვენი ყველას სახელით ჩვენს პროფესორ მასწავლებლებს, სხვა თანამშრომლებს რამდენიმე 10,000 ადამიანი ასწავლის სხვადასხვა სტატუსით და მუშაობს თქვენთან და სტუდენტებს ჩვენგან დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა დაუდასტუროთ. დიდი მადლობა თქვენ ქალბატონოთია. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის ბატონო კარლო, სამდივნოს ვთხოვ, რომ ბატონი კარლო გააცილოს.